ცოტა ყავა და ბევრი ჯორი. ნუკი კოშკელიშვილთან და გიორგი ნაზღაიძესთან ერთად. ერთ-ერთი ქართველი, მოდი ასე ვთქვათ. მამაკაცი. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც გადაწყვიტა გახდა პრინციპში ესე ჩუმად მოულოდნელ, გახდა დიზაინერი და არც მეტი, არც ნაკლები უბრალოდ დიზაინერი არ გამხდარა. ნაომი კემბელს აცმევს. ხო, ესეთი ჭორები დადის, ახლა რამდენად მართალია არ ვიცი. მე ისიც ვიცი, რომ Harper's Bazaar-ი რომ არსებობს ესეთი ჟურნალი, მან ერთ-ერთ ცნობილ მსახიობს ეცვა მისი სამოსი. საინტერესო. უამრავი დიზაინერი, მართლა დიზაინერი ცდილობს რომ რაღაცნაირად გასცდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ და უცბად მოდი ვთქვათ, ვინც არის ეს ადამიანი. მამუკა კიკალიშვილი, კიკალა სტუდიოს მეპატრონე, ფოტოგრაფი. ცნობილი ფოტოგრაფი, ცნობილი სტუდიის მფლობელი, დამფუძნებელი და მფლობელი და უკვე დღეს უკვე დიზაინერი. ესე კოლეგაა ჩემი. შენი კოლეგაა. მოდი დაურეკოთ მამუკას. ისე მე მგონი მე და მამუკა ყველაზე მაგრე გავიჭერით, არა წინა დიზაინერები წავედით. შენ გაჭერდი, შენ გათხოვდი და მაგით გაიგაჭერდი. ეს აკეთებენ. შენ რო დარჩეს ეს სტარაეძევა, ეგეც სამწუხარო ამბავია. ქართულად თქვათ, ბერმა რუსული არ იცის. თქვი? სტარაეძევა გამოდის აი შინაბერა მოხუცებული ხარ შენ. ჩემო ნუკი. ესე იგი აი რა კავშირშია ჩემი. მოკლედ მამუკას ურეკავთ. კიკალა სტუდიის. მამუკა გამარჯობა, ეს არის გადაცემა, ცოტა ყავა და ბევრი ჭორი, ნუკი კოშკელიშვილი და გიორგი ნაზღაიძე გაწუხებთ როგორ ხარ? გამარჯობა გიორგი, როგორ ხარ? კარგად, თავად როგორ ხარ? გამარჯობა მამუკა. გამარჯობა ნუკი. ესე იგი მამუკა ასეთი ჭორი გავცელდა რომ მოდი აი დიდი შესავალი უნდა გავუკეთოთ. ესე იგი ახლა საუბრობდით რომ უამრავი ქართველი დიზაინერი წლების განმავლობაში ცდილობს რომ რაღაცნაირად საქართველოს ფარგლებს გარეთ გასცდეს და შენ ამას ახერხებ უმარტივესად. და ისე ახერხებ რომ საერთოდ არც ხმამაღლა არ საუბრობ ამ ყველაფერზე. როგორ გამოგდის ეგ? მოდი ჯერ მოვყვეთ იმაზე რომ შენ გაქვს ატელიე რამდენადაც ჩვენ ვიცით. ხო, ანუ კონკრეტულად რომელ შემთხვევას გულისხმობთ? Harper's Bazaar-ში რო დაიბეჭდა, თქვა ჩვენ თუნდაც ეგეც რო ჩაიცვა და უშუალოდ. კი, აი ძალიან ბევრი რაღაც, ბევრი ჩამონათვალი გავაკეთეთ. კი ბატონო. ანუ რა კითხვა გაქვს, ნუკი, მითხარი? ესე იგი, როგორ ახერხებ ამას? საიდან გიკავშირდებიან, საიდან იგებენ იმის შესახებ, რომ შენ კოლექცია გაქვს, როგორ ასწავლე? გიორგიც დიზაინერია, მაგრამ აი გათხოვდა და იმითი მოახერხა, რომ რაღაცნაირად გაწდე. აი, ნუკი მაინც არ ეძებაა და ძალიან გულისტკივა. მე შინაბერა ვარ. მარტო ხელა რო დარჩა. ხო, ანუ რა ვიცი ახლა, მე მგონი ჩვენ როგორც იცით გიორგი და ნუკი, ჩვენ ეს ატელიე გავხსენით დაახლოებით, სადღაც 6 თვე არის. პრაქტიკულად ფუნქციონირება 1-4 თვე არის, რაც აქტიურად დავიწყეთ. შესაბამისად დიზაინერი ყავს ძალიან ნიჭიერი, ატელიეს თავი დიზაინერია ლადო ბოკუჩავა, ალბათ ესეც იცით, ნიჭიერესი ახალგაზრდა არის და ლადო ჩვენი თანამშრომელი იყო ისედაც 2 წლის განმავლობაში, უბრალოდ როგორც დიზაინერმა დაიწყო აი ატელიესთან ერთად მუშაობა. წარმატება ალბათ ჩემი აზრით სწორი მენეჯმენტი და თვითონ დიზაინის ალბათ მოეწონა ხალხს და მე ვთვლი რომ დიზაინის ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ამ ყველაფერში. და ხარისხი ალბათ, ხო? რა თქვი, ნუკი ვერ გავიგე. ხარისხი ალბათ ასევე, ხო? ხარისხი თავისთავად, კი, ანუ ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი კლასის ატელიე, შესაბამისად დანადგარებით კარგი ყავს, თვითონ სტაფი, თანამშრომლები ძალიან ისე არის შერჩეული. ასე ვთქვათ, გამოცდილებას ვერ და მამუკა და აი საზღვარგარეთ როგორ იგებენ იმის შესახებ, რომ შესაძლებელია საქართველოში შეიძინონ სამოსი? აი პირველი ხა ჩემი ის იყო ასე ვთქვათ ეს გასვლა იყო დაგვეხმარა ნინო ელიავა ძალიან ეს არის ცნობილი ბლოგერი ალბათ იცით და შესაბამისად ნინოს ასე ვთქვათ დახმარებით ჩვენ მოვახერხეთ რომ ეს პირველი კოლექცია რომელიც დაუშვათ გაკეთა ეს წარმატებული რომელიც არის აი რუსეთში ერთ-ერთმა ცნობილმა მოდელმა ჩაიცვა ელენა პერმინოვამ ლონდონის Fashion Week-ზე ჩაიცვა ეს ძალიან დიდი წარმატება ჩემი აზრით იმიტომ რომ ამ ლონდონის Fashion Week-ზე ელენას ეცვა ეს კაბა სადაც ლოგის რედაქტორი იყო სადაც ისეთი ცნობილი ხალხი იყო იქ ვახშამზეც ჩაიცვა ეს კაბა და ამან მერე განაპირობა ინტერესი კი ამან მერე Harper's Bazaar-ის დაბეჭდვამაც ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია. რუსეთიდან ტატლერში დაიწერა სტატია ჩვენზე, შესაბამისად ეს ყველაფერი მე რუსეთიდან ძალიან ბევრი ზარები შემოვიდა ჩვენთან, მეილზე ძალიან ბევრი ის იყო მოთხოვნა, რომ თქვა სად შევიძინოთ ეს მოდელები, ეს კაბები, როგორ შევიძინოთ. ხო, ეს მაინტერესებს, მამუკა, როგორ ხდება მაგალითად დაკავშირება, როდესაც იქნება ახალი კოლექცია, როგორ ხდება მათ მიწოდება ამ ყველაფერი ინფორმაცია. გიორგი საინტერესებს თავის
გამოცდილებისთვის. როგორ არის ახლა ჩვენ ვინაიდან ახალი კომპანია არის ეს ატელიე გიკავა. შესაბამისად დიდი ხანი, სადღაც 3-4 თვეა უკვე დაწყებული აქვს Pixels კომპანია ჩვენი ვებსაიტის გაკეთება, სადაც იქნება ონლაინ გაყიდვების ფუნქციაც. ანუ თვითონ ონლაინ მაღაზია იქნება, შესაბამისად ეს ონლაინ მაღაზია დაგვეხმარება ამ გაყიდვებში. უბრალოდ დღესდღეობით ჩვენ აი ესე პირადი ნაცნობების და იმით ვაგზავნით ამ ტანსაცმელებს. აი ხა დღესაც მოვიდნენ რუსეთიდან დიზაინერი იყო ჩამოსული და წარიღო ჩვენი კოლექციის ნაწილი, რომელიც უკვე გაყიდული არის და შესაბამისად აი ეს ტანსაცმელები წაიღეს დღეს და აქედან გამომდინარე აი ესეთ პირადი კავშირები და ეს იმეილის საშუალებით ახერხებთ ჯერჯერობით. მამუკა მაღაზია რო იქნება, უკვე გაიოლდება ეს. მამუკა ღირებულება მაინტერესებს. ღირებულება? ხო, სამოსის ღირებულება. ანუ ფასები არის გეტყვი ახლა ჩვენ გავაკეთეთ რამოდენიმე კოლექცია, სადაც არის $200 მოდელებიც და არის თქვათ $1000 მოდელებიც. ანუ შესაბამისად დიდი დიაპაზონი გვაქვს რა. ანუ გააჩნია სირთულეს არის handmade, ანუ ხელით გაკეთებული კავები, რომელიც თქვათ ჩვენ საიტზეც გვიდევს, Facebook-ზე დაიდო, ეს აი მაგალითად ის ელენა პერმინოვას რო აწვია თეთრი კაბაკი. ხო ის ხელით ამოჭრილი არის ყველაფერი, დიზაინერი თვითონ ხელით ჭრის ამ ყველაფერს, მე იკერება შესაბამისად და ეს ყველაფერი handmade. ანუ აი ეს დაახლოებით $600-700 ფარგლებში მერყეობს. მამუკა და ნაომი კემბელზე გავრცელდა ჭორია, ეგ გვაინტერესებს ძალიან. მართალია თუ არა რომ აპირებთ რომ ნაომი კემბელი ჩააცვათ? ნაომი კემბელზე როგორც იცით მოსკოვში ცხოვრობს ახლა და შესაბამისად იყო დაინტერესება რომ ჩაცმა ანუ რომ ეს ამ რეზონანსული თქვათ ფოტოების შემდეგ დაინტერესება არის თვითონ მაგათ მენეჯერი დაუკავშირდა მოსკოვში დიზაინერს რომელიც ჩვენთან ახლობლობს და ეს სურვილით გამოთქვა და მე ვთვლი რომ ნუ თუ ესეთი რაღაცა მოხდება ეს კიდევ უფრო ასე გავსკდი შურისგან ესე იგი ჩვენ ქართველებზე არავის არ მინახავს ნაომი კემბელსაც საქართველოში როდის იქნება აი რომ თუ აპირებთ ჩვენების გაკეთება საქართველოსო წარუდგეთ საზოგადოებას საქართველოში გიორგი ახლა თაკო ჩეიძესთან თანამშრომლობ ჩვენ თბილისი Fashion Week-ზე გავიტანთ აუცილებლად ეს იქნება იცით აპრილში Fashion Week-ი თბილისის, სადაც აგრეთვე ძალიან ცნობილი ესეთი ხალხი ჩამოყავთ, მე როგორც ვიცი. პლუს ის მომენტი რომ დაუშვათ საქართველოში უკვე ცნობილი ადამიანებიც არიან უკვე ჩვენი კლიენტები, მაგალითად ეხლა რამოდენიმე სიტყვის სალომე იკერავს ეხლა ჩვენთან, თიკა ფაცაცია, ლიგა კვარაცხელია და ასე შემდეგ, ნუ არიან უკვე ძალიან ცნობილი ჩვენი საქართველოს ფარგლებში ვინც არიან, უკვე დაინტერესებულებიან და ხშირად მოდიან ჩვენთან და უყეთავენ საკმაოდ ისეთ საინტერესო მოდელებს და ვთვლი რომ საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა უკვე ჩვენი ბრენდი და ვთვლი რომ აქაც წარმატება ექნება. დარწმუნებული ვარ ამაში. გიორგი, მე მგონი ძალიან საინტერესო ინფორმაციები შევიტყეთ. მამუკა, წარმატებებს გისურვებთ. ძალიან გვიხარია რომ ქართული ბრენდი ასეთი წარმატებით სარგებლობს არა საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთ და უფრო დიდ წარმატებებს გისურვებთ. და რა ველოდებით ესე იგი თბილისი Fashion Week-ს. ძალიან დიდი მადლობა მამუკა რომ ჩაგვერთე წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის წარმატებები. ცოტა ყავა და ბევრი ჯორი. ნუკი კოშკელიშვილთან და გიორგი ნაზღაიძესთან ერთად.